მე დღესაც მინდა სიამაყით გავიხსენო და სიყვარულით გავიხსენო ყველა ის ამორჩეველი, ვინც მომისმინა. მახსოვს, ახლა არ მინდა ემოციებში წავიდოდ, ცრემლები წამოვიდა, რომ გადავიხადე მოედანზე რა ხდებოდა 29 სექტემბერს. ის იყო გადამწყვეტი ბრძოლისთვის. დამიჯერეს და გამოვიდნენ. ავარჯინებით გამოვიდა ხალხი. ორი დღით ადრე. ამ ხელა თავყრილობა არც ერთ პოლიტიკოს არ ქონია არასდროს. 9 მილიონზე მეტი ადამიანი იდგა და ამათ როდესაც დათვლა შეაჩერეს, გახსოვს, კომპიუტერები გაფუჭდა და დათვლა შეაჩერეს. მე მქონდა მაშინ ძალიან სერიოზული შეხვედრები. ყველა ხელზე მეკაჩებოდნენ. 59 შენ და 51 იქეთ და მე შენი იქნება ყველაფერი. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ჩემ პოზიციაზე არ ვისაუბრებ. შვიდობით წამსვლელი იყო, სად წამსვლელები იყვნენ. ვაჩვენა რომ არაფერი არ გამოვა. არანებით ძალით გადავტეხავთ. აი ამაშინ წავიდნენ და მათ ბელაც აუხსნეს, რომ ეგრე არ გამოგივა და დღეს რომ ტრაბახობენ რომ ესენი წავიდნენ შვიდობიანად, ეს სად წამსვლელები იყვნენ, გზა არ დაუტოვეთ. და გზა არ დაუტოვეს ამ ხალხმა, ვინც გადაჭედა ყველა ფილარმონიამდე იყო და იქ ბარათაშვილის ხიდამდე იდგა ხალხი. ცენტრზე აღარ ვსაუბრობ, ხო, მათ შორის ეს შევსებული იყო. 9 მილიონზე მეტი იყო ადამიანი. აი ამან მოიგო სიტუაცია. ეს გვაქვს დღესაც. დესმიდა რომ უთხოვო ხალხს. რატო არ გამოვდიოდი მანამდე? განაც სიტუაცია იყო, თქვათ, გასახარელი და საამაყო წინაარჩევნებზე და იმის წინაარჩევნებზე კიდევ, მაგრამ არ იყო ესეთი სახიფათო. არ იყო ომი. ამ ომმა შეცვალა ყველაფერი. ომი არ იყო ჩვენს გვერდით. ძალიან სახიფათო სიტუაციაა. ეს არის არანაკლებ მნიშვნელოვანი, უფრო მეტად მნიშვნელოვანია. ამიტომ მინდა იგივე ხალხს, ვისაც ქვეყანა უყვარს, ვინც ქვეყნის პატრიოტია, გამოდით, არ დაიზაროთ. არ დაიზაროთ. ამის შემდგომ შეიძლება მეტი ძალდატანება აღარ დავშიდოთ, ჩვენ საბოლოოდ შეიძლება დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. ის რაც ჩვენ თქვით, ვის გავასამართლებთ, რას გავაკეთებთ და ბევრ გამოსვლებში აქ აღარ გამიმეორებ. განსაკუთრებული სიტუაციაა დღეს. სანამ ომი დასრულებულა, არ მოგწონს ტივანიშვილი. კი ბატონო, მე შემიძლია ოდესღაც თუ რამე ისეც მეთქვია, ბოდიშსაც მოიხდე. არ მოგწონს კობახიძე, არ მოგწონს ქართული ოცნება. კი ბატონო, მაგრამ ქვეყანა თუ გიყვარს, გამოდი, დღეს არ არის იმ არჩევნების დღე, რომ ვიღაც ახლონაც მათ ჩემს მეუღლეს უთხრა, რომ მე შეიძლება მივიცეო ქართულ ოცნებას ხმაო, თუმცა აი რიტორიკა ბევრის არ მოწონს ჩვენს გუნდშიო. ამის დრო არა. შეიძლება არჩევანი მოგეცემათ, გარწმუნებთ. მე არაფერი არ მომიტყვებიან. იმაზე მეტი გავაკეთეთ, რასაც ველოდი სხვათაშორის ამ წლებში მე თვითონ ძალიან ამაღი ვარ. საოცარი შედეგები გვაქვს. გარწმუნებთ, რომ აი ეხლა მივიღოთ ჩვენ ლეგიტიმაცია უმაღლესი საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩემი ახირება არა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს. ეს ბოროტი ძალა გაუშვათ. სახიფათოა. ჩვენ დანისწორზე სიარულის დრო აღარა გვაქვს. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, მე პატარა ბიჭი აღარა ვარ, ხო, 70-ს გავხდები მალე. ეს პატარა ატრიბუტია. ძალიან დიდი ხიფათია. ჩვენ სიტუაცია შეგვიძლია ახლა შევცვალოთ ხარისხობრივად. ამისთვის აუცილებელია საკონსტიტუციო უმრავლესობა. ვისაც გიყვარს ქვეყანა, არ მოგწონს ივანიშვილიც კი, გამოდით და ხმამიეცით ერთადერთ ძალა. სამწუხაროდ არ აგებთ არჩევანი და ბოდიშს მოვიხდით ამაზე, მაგრამ ეს არ არის ჩემი ბრალეულობა. გექნებათ არჩევანი ამის შემდგომ. თქვენ გექნებათ არჩევანი, არა ქართული ოცნება, არამედ მსგავსი და უკეთესი აირჩიოთ. აი ამ სიტუაციას შევქმნით ჩვენ შემდეგი არჩევნებისთვის. ოპოზიცია იმდენ იქნება, რამდენიც გვინდა. ეს არ არის ოპოზიცია ხალხო, ეს ბოროტი ძალა, ეს ქვეყნის მტერი ძალა, ამას ქვეყანა ეზიზღება, არც ერთ საქართველოს არ უყვარს. ამას ვებრძვით ჩვენ 12 წელი და აქ რო ფეხი გადაგვიცეს კიდევ სადღაც, ქვეყანა აღარ დაგვრჩება. ამიტომაც მინდა რომ გაგებით მოეკიდონ ყველაფერს ამას და ვისაც ქვეყანა უყვარს და ვინც პატრიოტია, გამოვიდეს არჩევნებზე. არჩევანის გაკეთება არის ძალიან მარტივი. ამ ძალის დანახვა ვისაც უნდა ელემენტარული აზროვნება აქვს, ვინ არის ეს 4-ვე ძალა, ეს ერთი და იგივე ძალაა. ესენი უარესები არიან, ეს ორი ძალა, ვინც ახალი პარტიები არიან თითქოს. ახლა არ მომბობ გვარამიაზე რა თქმა უნდა. ესენი სასაცილოები არიან ელემენტარულად და მე გვარამია მელი ახლა ნაციონალურ მოძრაობა აღარა. ცდილობს მათი პატრონინო როგორმე მოატყუოს საზოგადოება. ამიტომ გადაალაგეს ესენი ყველანი თორემ ხაზარაძე რა გამყო მაგათგან იყო სულ და ყველაზე მძიმე საქმეებს უსრულებდა და დღესაც ჩვენივრად იცის რა უნდა გააკეთოს და მზად არის ამაზე ეს კაცი. ხვალვე ჩართავს ქვეყანას ომში. რა პრობლემაა? ამიტომ მე არ მაქვს მხოლოდ მე ბოდიში მოსახდელი რომ არჩევნის საშუალება ვერ მოგეცით 12 წლის განმავლობაში. რეალურად მარტივი გასაკეთებელი არჩევანი. თუ გიყვარს ქვეყანა, არჩევანი მარტივია. თუ გინდა რაღაც უბედურება მიიღო, ესეც ძალიან მარტივი გასაგებია. ამიტომ ყველას მას ვისაც ქვეყანა უყვარს, უნდა გამოვიდნენ არჩევნებზე, უნდა მისცენ ხმა და მე ვაძლევ პირობას, რომ შემდეგ არჩევნებზე მათ ექნებათ არჩევის გაკეთების საშუალება კაკსა და უკეთეს შორის.
არ უნდათ ქართული ოცნება. კი ბატონო, მაგრამ უყვარდეს ქვეყანა, ვინც ქვეყანას მიხედავს ისრაელში.